ნახეთ, დააკვირდით სიტყვებს ინფრა ტემპორული. ქართულად გადმოვითარგმნებთ. საფეთქელ ქვედა. თუ გინდათ ქართულად დაუძახეთ სახელი საფეთქელ ქვედა. გაუტკივარება. ან ინფრატემპორულს ტემპორალის არის საფეთქლის ძვალი, ინფერიორ არის ქვედა. ამიტომ ნახე საფეთქელ ქვედას ეძახიან ამ გაუტკივარებას. ბავშვებო, ეს ესეთი ავტორი გვარია რა, იგი ვეისბრები და მან შეიმუშავა ეს ანესთეზია და ამიტომ ვიცოდეთ მაინც რა. ხა რას კეთდება ამ ანესთეზიის დროს? ჭირდება ოღონდ აუცილებლად ბოლო მოლარი. ბოლო მესამე მოლარი. და ნახეთ, აქაც ზედაყრის ბორცვზე შევდივართ. ტუბერულის გავსანიან. იმიტომ იქ უნდა მივიდეთ. გამიჭირეთ შენ ისა? მაინც აქ ხება. ასე ყველამ რო შეხედოთ. ანუ რა მჭირდება? ბოლო მოლარი, სიგრძის კმისია, მესამე. ნახეთ, ნეცი როგორ მიჭირავს, როგორ ქვევიდან ზევით და როგორ ვერტიკალურად. ეხლა ნახეთ, სად უჩხვიდავ? ბოლო მოლარის, ანუ მესამე მოლარის, ბოლო მოლარის, ეს რომელი კიდია? უკანა კიდის პროექციაზე, აი აქ გარდამავალ ნახეთში. უნდა შევეხო ძვალს. დავიწყებ დაღვრას. ძვალზე ცოცვით მივდივარ, ნახე ესე ავდივარ, სად? ზევით, ანუ ქვევიდან ზევით და სად შევდივარ? ქვევიდან ზევით და შიგნით. აი ესე წავედი, ნახე მე თქვენ რომ ხელი გაინტერესებდათ, ესე ხო წავედი და ნახე, აი ესე შიგნით, აი ესე. ზევით და შიგნით. მომიცი. ნახე. წეგან ვიღაცა მეკითხებოდა ხელი გაშტერები, მიგაგეზეო თუ ამოძრავებო თქვენ. რა თქმა უნდა, ვამოძრავებ შესაბამისად. ანუ აი ბოლო მოლარის ბორცვთან მინდა მისვლა რა. ნახე, რომ უჩხვიდე და წავედი ესე ძვალზე ცოტა ზევით, ქვევიდან ზევით და სად შევედი? მივედი ბორცვთან. ეხა ერთი რაღაც მითხარით თქვენ. აქედან პირველი მოლარიდან რომ მივდიოდი, სად? ზევით, უკან, მაგრამ აქედან უკან რაღაც მინდა ისედაც უკან არ ვარ. მაგრამ ამისთვის აუცილებელია ბოლო. მაგრამ აქედან აქამდე რა მანძილი იყო? პირველი მოლარიდან ბორცვამდე. 1.5 იყო. პირველი მოლარიდან ხო 2.5. ეხლა ბოლო მოლა მესამე მოლართან აქამდე მცირე იქნება უკვე თუ მეტი. ხო, არ შემცირდება მანძილი. იმიტომ რომ ანუ ეს დამიჭირე შენ მაინც დამეცმო. ნახე ხა ბოლო მოლარიდან ბორცვამდე ხო უფრო ცოტა მანძილია, ვიდრე აქედან რომ მივდივარ. ამიტომ აქ თუ 2.5-ზე შევდიოდი, აქ შევალ 1 ეს ნახევარზე. ოღონდ მიმართულება მითხარი. ვერტიკალური. ზევით, არა, შპრიცის არა, ზევით და უწინ, ისე უკან. ზევით და უკან საწავიდე, არა, შიგნით. მაშინ ზევით და აი შიგნით. აქ იყო ზევით, უკან შიგნით. აქ არის ზევით და შიგნით. დავღური, შევალ 1 ნახევარზე და დავღური 3 მილილიტრ ანესთეტიკს. ეხლა ნახეთ 5 წუთში რა გაითიშება, 5-6 წუთში. გაითიშება, სად გაქცედა? გაითიშება ბავშვებო, მესამე ნახე მესამე და მეორე მოლარი 5-6 წუთში გათიშულია და 10-15 წუთში ყველა მოლარი და პრემოლარი გაითიშა. ანუ ყველაზე ზოგადად ესეა? გასაგები. 5 წუთში გაითიშა მესამე და მეორე მოლარი. ბოლო, მესამე და მეორე 5-6 წუთში. 10-15 წუთში უკვე გაითიშა პირველი მოლარიც და პრემოლარებიც. ოღონდ ნახე რას დავაყოლებ. ეს გაითიშა ეს კბილები, ალვეოლური მორჩი, გრძილი, ლორწოვანი, როგორც ლოყის მხრიდან, ასევე სასის მხრიდან. ამ ანესთეზიას დამატება არ სჭირდება სხვა ანესთეზიის. გასაგებია? ორივე მხარე, როგორც ლოყის, ასევე სასის მხარეს. კბილები ვთქვით, ხო? მოლარები და პრემოლარები დროის მიხედვით განსაზღვრე. ერთი ამ ანესთეზიის დროს იშვიათად შეიძლება რა მოხდეს იცით და არ უნდა გაგიკვირდეს. ნახეთ ბავშვებო, 20 წუთი რო გავა დაახლოებით. შეიძლება ადამიანმა გითხრას, რომ აი სულ ქვედა ყბაზეო ბოლო მოლარი ცოტა თითქოს გზობელობა, აი თითქოს სუსტად ანესთეზირებულია. ხა ეს სიტყვებით ვერ გეტყვით, აი ცოტა აქ ბოლო მოლართან თითქოს გზობელობა არა, პირიქით და ის არის ანესთეზირებულია. ეხლა რატო თქვენი აზრით? მე რამე ქვედაყბის ნერვი გავჭიშე? გავაკეთე ქვედაყბის ანესთეზია, აბა რატო? ნახე, აქ ვიყავი ბორცვზე.
ზედა ნერვები მაქვს გათიშული, უკანა და შუა ალვეოლური ნერვები. და ამ დროს ქვედა სიბრძნის კბილი ან ქვედა მეორე მოლარი ანესთეზირებულია სუსტად. რა, ჯადოქარი ვარ? ტოროსული გავაკეთე? ტოროსული ნახე სად შეხვიდა? ანუ ქვედა რატო გაიწია? და აი, ქვედა ბოლო მოლარზე რატო შეიძლება 20 წუთის მერე სუსტი ანესთეზია გქონდეს? სუსტი ვერ იმუშავე. აქ ხო გური. აქ ფონწერანების. აი აქ ხო ვარ მე ბურთზე. კი ბატონო. ახლა ნახეთ რა შეიძლება მოხდეს. ქვედაყბის ტოტზე მანდიბულურის დროს გიხსნებით, გარედან და შიგნიდან რა არის მიმაგრებული? აღურა ჯი. ჭირკვალი არ მინდა. რა არის მიმაგრებული? ქვედაყბაზე, აი ტოტზე, გარედან, შიგნიდან რა ემაგრება? ზვალი. რა? რა ქვია მაგ კუნთებს? საღეჯი კუნთები. მე რა გითხარით? კუნთებს შორის რა არის თქო? ზვალსა და კუნთს შორის. სივცე. ამ სივცეში ფაშარი ქსოვილია. ამ სივცეებში რა გადის? სისხლძარღვები, ნერვები, ლიმფური ძარღვები. ნახეთ, თუ აქედან ჩაიღვარა ცოტა ანესთეტიკი ამ სივცეებში, სუსტად, იმიტომ იქ ხო ქვედაყბის ნერვი გადის. აი ქვემოთ ხო მიემართება. მაშინ აი ამან გამოიწვია ცოტათი აი ამ ქვედა ბოლო მოლარის სუსტი ანესთეზირება. მივხვდი, თორე ჩვენ არანაირი ქვედაყბის ნერვი ამ დროს გათიშული არ გვაქვს. ანუ იმ თათაშორის სივრცეებში თუ ჩაჟონა ანესთეტიკმა, სადაც იმერე ქვედაყბის ნერვი მიდის, აი მაგათ დააყენა ძალიან სუსტად ან მესამე ან მეორე მოლარის ანესთეზირება, მოახდინა უბრალოდ. გავიგეთ? ამიტომ თქვა თქვენ გააკეთეთ ეს და პრაქტიკაში უცებ შეგემთხვათ, რომ გეუბნება ადამიანი, რომ აი რაღაცა უკან ამ მოლარზე სულს რაღაცა გზობელ. ხდება ეს კლეს როკვის დააჭერს და არა გზობელობა. ხო ხდები ანესთეზია რო გაკეთდეს. და თქვენ არ შეიცხადოთ და კვირების დასასრული არ არის ან რაღაცა კი არ მოსწია ისეთი რომ ის სახიფათოა. უნდა მიხვდე რომ იმ სივრცეში ცოტა ჩაჟონა ამ ანესთეტიკმა, ანუ დიფუზია გააკეთა. გასაგებია? ესე იგი, ინფრატემპორულის დროს ითიშება, როგორც ვესტიბულური მხარე, ასევე ხო, ლოქტისა, სასის მხარე. რომელი კბილები? პრემოლარების სათულებს. ხო, ახლა დროებს არ გეკითხებით თქვენ საფუძვლის სწავლით. ანუ მითხარით ხა რომელი ტოტები გაითიშა, ნერვი მითხარით. რომელი? ტუბერულის დროს რომელი ტოტი გაითიშა? ტუბერულის დროს დაფიქრდით. რომელი გავთიშე? ზედა, უკანა, ალვეოლური ნერვი. ეხლა მითხარით ინფრატემპორულის დროს. არა რა წინა უკანა არის. წინა, ინფრა. კბილებს გაყევით და მიხვდებით. შუა. წინა გაითიშა? წინა არ გათიშულა, არა. რატო არა, კაცო, რატო ფრონტალური კბილები გათიშულია? არა არის. და მაშინ წინა როგორ არა, გათიშულია? არის სამში უკანა ითიშე. უკანა და შუა. უკანა ყველა ვარიანტში. ეს ამი კითხავს, როგორ დასუკითხოთ ის? აი ინფრატემპო, ტუბერულის დროს რომელი ნერვი გაითიშა? უკანა. და უკანა. იმიტომ რომ მოლარებს უკეთებს ნერვაციას და მოლარები გათიშე. წინასო რო იძახით, წინა ალვეოლური ნერვი, წინა რატო ქვია, იცი ამ ფრონტალურ გველებს უკეთებს ინერვაციას. და გათიშული გაგეს კბილები? აბა ინფრატემპორულის დროს რატო მეუბნებით რომ წინა ტოტი გათიშეო? გაიხსენეთ კბილები რა გათიშეთ და იმითი მაინც მიხვდებით რა, რომელი არის. ესე იგი ინფრატემპორულის დროს გათიშულა უკანა ალვეოლური ნერვი, ზედა უკანა ალვეოლური ნერვი. კიდე სასის ან ყველა ნერვი რომელიც ამ მიდამოს უკეთებს, არა ოღონდ წინა. წინას არ მიახდეთ, წინა არ არის გათიშული. უკანა და შუა. შუა არ უკეთებს პრემოლარებს ინერვაციას, თქვენი აზრით. წინა გასათიშიბო. წინა არ გჭირდება კაცო, რა თქმა უნდა თუ ფრონტალურ კბილებზე არ მუშაობ. ამ წუთში რატო გაგთიშო? არა, ხო ეგეც ხო უნდა ვიცოდე. ხო. ეგ შემდეგზე ავხსნათ აი ეს ინფრატემპორული ანესთეზია, ანუ თვალბურის ქვედა და აი ეს ინციზიური ანესთეზია. შემდეგ მეცადინეობაზე.